უცებ გამოქვაბულში ქარმა გაიზოზუნა, კედლები შეირყა და მეთევზის წინ ლურჯი დრაკონი გაჩნდა. საშინელი სანახავი იყო ეს დრაკონი. გველის კისერზე ხარისყურებიანი უშველებელი ცხენის თავი ება, მუცელსა და ზურგზე სქელი ქერცლი გადაჰკროდა. თუ უკან გაბრუნდები, ხელს არ გახლებ. ამოიხავლა დრაკონმა. თუ არა და შიმშილით სულს ამოხდი. ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემს ოცნებაზე ხელს არ ავიღებ. მე მინდა ჩემს ხალხს ბედნიერება მოვუტანო. უპასუხა კენძომ. დრაკონმა ხახა დააღო და გამოქვაბული მყრალი ბოლით აივსო. ისევ აზუზუნდა ქარი, ხელახლა შექანდა გამოქვაბულის ქვის კამარა. როდესაც ბოლი გაიფანტა, დრაკონი უკვე გამქრალიყო, მაგრამ მაშინვე შემოვარდა 10 დემონი. 10-ვენი რიგრიგობით მიდიოდნენ კენძოსთან და ერთსა და იმავეს ჩასჩიჩინებდნენ. შენ დაბრუნდი და იმდენ ოქროს მოგცემთ, რამდენსაც მოერევი. კენძო ყველას ერთსა და იმავეს ეუბნებოდა. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ადამიანური სიკეთე აქ დავტოვო და სამშობლოში ხელცარიელი დავბრუნდე. მაშინ დემონებმა სტაცეს ხელი რკინის კომბლებს და ერთი თუ ორი მისცხეს კენძოს, დაჰკრავდნენ კომბალს და ეკითხებოდნენ. არც ახლა წახვალ? კენძო კი ყოველ შეკითხვაზე იმეორებდა. არა. დემონებმა კარგა მაგრად სცემეს, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ და სწრაფად გაეშურნენ თავიანთ მფარველთან. ლურჯი დრაკონი გააფთრებული ღრიალით შევარდა გამოქვაბულში. გაწყვიტა ჯაჭვი კენძო უშველებელ ჩანჩქერთან მიათრია და წყლის უფსკრულში გადააგდო, მაგრამ როგორც კი კენძო გაშმაგებულმა წყალმა ჩაითრია, ისევ ამოიყვანა და უთხრა. დაბრუნდი შინ და იმდენ მარგალიტს მოგცემ, რამდენსაც მოერევი. თანახმა ხარ? არა, არა. შესძახა კენძომ. არა და მოვიდა შენი აღსასრული. დაიბღავლა გაშმაგებულმა დრაკონმა. კენძო მაღალ ფიჭვზე მიაბა. მის თავს ზემოთ კი 100 თოკით უშველებელი ლოდი ჩამოჰკიდა და უთხრა. ეს ლოდი 100 თოკით არის ჩამოკიდებული. ყოველ წუთში თითო თოქს გადავჭრი. თუ 100 წუთის შემდეგ არ იტყვი, რომ დამარცხებული ხარ, ლოდი თავს გაგიჭეჭყავს. როგორც თქვა, ასეც მოიქცა. ყოველ წუთში თითო თოქს ჭრიდა. გავიდა 99 წუთი, ქვა მხოლოდ ერთ თოკზე გაეკიდა. უკანასკნელად გეკითხები, წახვალ თუ არა? დაიღრიალა დრაკონმა. არა. უპასუხა კენძომ. მაშინ მოკვდი.